დავუბრუნდებით დღის მთავარ თემას, სადაც კასპიის რაიონს, სადაც როგორც უკვე გითხარით, უნიკალური აღმოჩენა აღმოაჩინეს დღეს. ეს არის დამწერლობა, რომელიც საქართველოში 2007 წლიანი დამწერლობის ისტორიის დასტური შეიძლება იყოს. ანი ბერუკაშვილი შეგორთობა ახლა პირდაპირ ეთერში, ანი გისმენთ. ნუცა ამ ადგილზე, სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ, აქტიური არქეოლოგიური გათხრები დაახლოებით 1 წლის წინ დაიწყო, თუმცა არქეოლოგებმა უნიკალური აღმოჩენა სულ ცოტა ხნის წინ გააკეთეს. აღმოჩენილი არის წარწერა, ასევე აღმოჩენილი არის ტაძრის ნანგრევები. ახლა ჩვენ გვერდით იმყოფება არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი. ბატონო ვახტანგ, უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, რა აღმოჩენასთან გვაქვს საქმე? ეს არის გადაუჭარბებლად შეიძლება ეთქვას, სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობის აღმოჩენა, რადგან მიკვლეული არის ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნის წარწერა. იგი აღმოჩენილი არის ტაძარში, საკურთხევლის პოსტამენტზე. ეს იმისი დასტური არის, ურყევი დასტური, ფაქტი იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დამწერლობის ისტორია იწყება 2700 წლის წინ. ეს გახლავთ უაღრესად დიდი, არა მხოლოდ ეროვნული, არამედ დიდი საერთაშორისო მნიშვნელობის ფაქტი. ანუ ეს დამწერლობა დღემდე უცნობია არის, რა თქმა უნდა, ეს პირველი შემთხვევა საზოგადოოს ასეთი ძველი აღმოჩენის, წარწერის აღმოჩენისა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიასა და მის ფარგლებს გარეშეც, ამიტომ სრულიად განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. დიდი მადლობა. დღეს ადგილი უკვე მოინახულა საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძეც ახლა ჩვენს გვერდით იმყოფება. მოგესალმებით ბატონო მიხეილ, რომ შეაფასოთ აღმოჩენა, ასევე როგორც ვიცით, აქ იგეგმება მუზეუმის გახსნა, უფრო დეტალურად რომ გითხრათ ამის შესახებ. როგორც ბატონმა ვახტანგმა აღნიშნა, გადაუჭარბებლად აბსოლუტურად უნიკალური აღმოჩენა არის. თავად ეს არქეოლოგიური ძეგლი არის უნიკალური, იმიტომ რომ ქვის ხანის პერიოდიდან რომაული პერიოდის ჩათვლით საზოგადოებრივი ცხოვრების 300,000 წლიან უწყვეტ განვითარებას ადასტურებს და თავისთავად უკვე უნიკალური არის. ამ წარწერის დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერის აღმოჩენა კი ამ ძეგლს კიდევ უფრო მეტ უნიკალურობას და მნიშვნელობას ანიჭებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეს აღმოჩენა უდიდეს ინტერესს გამოიწვევს. ჩვენ აქ ვაპირებთ, რომ მოვაწყოთ საქართველოში პირველი გზისპირა ასეთი ღია ტიპის სამუზეუმო სივრცე, როგორც ხედავთ, სამუშაოები უკვე დაწყებული არის, ინფრასტრუქტურა მოეწყობა, სადგომი მოეწყობა, კაფე, მოსასვენებელი ადგილი გამვლელებისთვის, ყველას საშუალება ექნება, რომ გზად გაჩერდეს, მოისვენოს და ძალიან საინტერესო არქეოლოგიური ძეგლი და მუზეუმი დაათვალიეროს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადგილი უდიდეს პოპულარობით ისარგებლებს მომავალში. დიდი მადლობა. ჩვენ ადგილს უფრო კარგად დავათვალიერებთ და მთავარ გამოშვებაში შემოგთავაზებთ დეტალებს, როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს აღმოჩენა ადასტურებს, რომ საქართველოში დამწერლობა ჯერ კიდევ 2700 წლის წინ გამოიყენებოდა. დიდი მადლობა ანი, სტუმრებთან ერთად უნიკალური აღმოჩენის შესახებ პირდაპირ